აბიტურიენტისთვის, ჩემთვისაც ასევე, წინა სამზაო ეს პროცესი ძალიან ასე რომ ვთქვათ, ცოტა სენსიტიურ საკითხსაც წარმოადგენს, იმიტომ რომ ყველანი ერთ ამბებში ვართ ვემზადებით 12 წელი ერთად გვაქვს გატარებული და ძალიან რთული არის, რომ მიუხედავად დიდი სიხარულისა და ასეთი პასუხისმგებლობის აღებისა, რომ სკოლას ვამთავრებთ და ერთიანი მზაობა გვაქვს, მაინც ცოტა რთულ საკითხს წარმოადგენს და ყველას გული გწყვეტება, მაგრამ გვიხარია, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივართ და ასეთ საპასუხისმგებლო ნაბიჯს ვდგამთ ჩვენ ცხოვრებაში. მომავალ პროფესიად მაქვს არქიტექტურა არჩეული, ტექნიკურ უნივერსიტეტში მაქვს სურვილი, რომ განაცხადი შევიტანო, შემოქმედებითი ჩაბარება მიწევს და რავი, ჩემი პროფესიისთვის ვფიქრობ, რომ არქიტექტურა ჩემთვის ყველაზე კარგი გზა იქნებოდა, იმიტომ რომ შემოქმედებითობა და კრეატივი რაც ბავშვობიდან მიზიდავდა, ვფიქრობ, რომ ჩემ თავს ამ სფეროში უფრო კარგად გამოვალენ და ყველაზე კარგად შედეგი ამ სფეროში დავდებ. ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ ძალიან საპასუხისმგებლო მოკლედ პროცესები გველის წინ, იმიტომ რომ 12 კლასის დამთავრება და ზოგადად სკოლის დამთავრება არ არის ისეთი ადვილი საქმე, როგორც ბევრს წარმოუდგენია და პასუხისმგებლობით და დიდი მონდომებით და მოწოდებით უნდა მიუდგეთ ამ კუთხით, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელში არის, ჩვენს სახლობლებსაც და ახალგაზრდებსაც, მეგობრებს და ყველას ჩვენს ნაცნობს არ უნდა გაუცროთ იმედები და ყველანაირად შემართებით უნდა ველოდოთ ბოლოზარსაც და შემდეგ საფეხურებსაც, რაც ცხოვრებაში ეს ბოლოზარი და 12 კლასი დამთავრება მოგვიტანს. ყველა აბიტურიენტის ცხოვრებაში ახლა არის გარდამტეხი მომენტი, ვამთავრებთ სკოლას, ვემშვიდობებით მოგონებებს, მასწავლებლებს, პედაგოგებს, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო ერთ პერიოდში და ახლა გადავდივართ ცხოვრების ახალ ეტაპზე, რომელიც არის დახუნწრული განსაკუთრებული ემოციებით. მე მაგალითად ძალიან დიდი ემოციებში ვიყავი, რომ ვამთავრებ ახლა სკოლას და გადავდივარ ცხოვრების ახალ ეტაპზე, ვუსურვებ თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას. წარმატება არის მთავარი ჩვენთვის. ახლა მთავარია რომ არ ვინერვიულოდ ვიყოთ გამართულები ასე რომ ვთქვა და ცხოვრებაში ყველაფერი გვექნება. ასევე ჩემი ემოციები იყო განსაკუთრებული, რადგან ანუ ესეთი გარდამტეხი პერიოდი ჯერ არ მქონია და სკოლის დამთავრება ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. თანატოლებს ვეტყოდი, რომ მთავარი არის მონდომება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლას ვამთავრებ, ეს არ არის ჩვენთვის დასასრული, ახლა იწყება ჩვენთვის პასუხისმგებლობა და ვუსურვებ თითოეულ ჩვენგანს, რომ და მეც ჩემ თავს, რომ მოვკიდოთ ხელი ისეთ საქმეს, რომელშიც აუცილებლად წარმატებას დავინახავთ. მე ჩემ თავს ხედავ როგორც ფსიქოლოგად, ვაპირებ ფსიქოლოგიაზე ჩაბარებას და ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტში. პენსია არ ყოფნის და ვცდილობთ, რომ ცოტა შემოსავალი მეკნეს და დღესაც გაზაფხულზე ვამუშავებთ, შვილი მეხმარება, შვილები მე მარტო ვერა და შვილები მეხმარებიან და დავამუშავებ და კი გვაქვს მე მოსავალი. ის სეზონი არის ახლა ნერგების და ნერგებს ვამუშავებთ. გაზაფხულზე და დამუშავდეს და მე დავთესავთ ასე აპრილის თვეში ვთესავთ და მაისისთვის მე ველოდებით წვიმას. წვიმა მოვიდა და ჩვენი მოწეული გავყიდოთ. წვალება უნდა ძალიან ბევრი წვალება და ცოტა პენსიაზე შეგვეშველება და ცოტა არის. ყოველ დღე უნდა ამას თუ არა იმუშავე, თუ არა მასკენი ბალახი და მე თუ არა მასკე გაწმინდა ყველაფერი თუმცა ისე ვერ მოიყვან მოსავალს. ძალიან ბევრი წვალება უნდა კი. სათბური ახლა არ მაქვს, იმიტომ რომ ცოტა ისე ვერ ვეღარ იმაშობ, სათბური ბევრი ჭირდება ძალიან, ბევრი შრომა და გარეთ გვაქვს უფრო. გარეთ მოსავალი ვარ. რამდენი ხანია რაც ამ საქმიანობით ხართ? დიდი ხანია. 30 წელია. 30 წელია და კი ვიმაშვებიან ახლა მეუბნებიან ბავშვები რომ დაანებიდა და თამარა ცოტა ისეთ ფიზიკურადაც მუშაობა ახლა ცოტა აუცილებელი არის რომ სახში დააჯდომას და სივერეში მაინც ცოტა მოცოცხლები ადამიანი სულ არ მოვეშვა და შრომატევადი არის ძალიან ბევრი შრომა უნდა. მე კი ვიზიტებთ მოსავალს და ცოტა ხანი ვმარობთ ყოფნის. არც ასუკი არაფერი არ მივიცი არის ჩემი ხელით მოწეული და არც მაგისის ახლა რომ სასუქი და რამე არც მინდა რომ გავამასკნა რომ ბავშვებს ვაჭამო სუფთად ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა რო იყოს.
6 თვეა რაც მოპოვით სამუშაოები შეჩერებულია ითქვის მაღაროზე. რამოდენიმე დღის წინ დავათვალიერეთ უბანი სავალია ჩამოწოლილი, რამოდენიმე ადგილზე სალიანდაგო მეურნეობა გვაქვს გასაკეთებელი. დღეს გამოცხადდნენ თანამშრომლები, რომლებიც იმუშავებენ არსებული პრობლემის მოგვარებაზე და რამოდენიმე კვირაში დავიწყებთ მუშაობას მოპოვებაზე. აღდგენილია სავენტილიაციო სისტემა ძირითადში შეიძლება ყველა სანგრევზე მისვლა, მაგრამ არის ადგილები, რომელიც საჭიროებს გადამაგრებას. დღესდღეობით გვინდა რომ დავიწყოთ ამ უბნებში სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც მზად ვართ. მივხვავს ბრიგადები და შევდივარ და ვიწყებთ მუშაობას სარემონტო სამუშაოების ჯერჯერობით. რათა იყოს აღდგენილი ითქვის მაღაროზე სამუშაო პროცესი.